ანამ ნაკომუნისტარი ხალხის შვილიშვილებია სათავეში სულ კომუნისტური იქნება ყველაფერი და რატო იტყვილებთ თავს და რატო გონიათ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ რატო გონიათ რომ არ მოგისმენენ რატო გონია არ დაგჯიან მე მაგალითად ასე ვფიქრობ რომ კომუნისტური მე ახლა დედა და მამა და ბებია და ბაბუ არაც ყავს ის ვიქნები ხო დედა რო კომუნისტი ყავდა მამა კომუნისტი ყავდა ბებია კომუნისტი ყავდა ბაბუა კომუნისტი ყავდა იგი კომუნისტური იდეებითაა გაზრდილი და რა უწერია დიპლომში რომელი ფაკულტეტი დაამთავრა რა მნიშვნელობა აქვს არ გამოკეთდება საქმე მანამდე მოსმენა კი არა გზაში თუ არ დაგეწიოს და გაგლახოს მადლობა თქვი მაგრამ ნაცნობრივ ჩვენს იმ რეჟიმის შვილი გქანდებით მაგრამ თვითონ განსხვავებულად ხო განსხვავებულად კი ვფიქრობ მაგრამ მე ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი ოქტომბრელის ნიშანი გულზე არ გევიკეთე ლენინი რო ეხატა ეგი ჩვენიანი არა თქვა მტრის სურათს იკეთებდნენ გულზე და მე ვთქვი ახლა რა თმინდა თქვა ქუსლით ვჭიდავ მე წითელი ფერი მაღაზიანებ და ყელსახვევი არ გევიკეთე მე ვეგეტარიანელი ვარ სისხლისფერი არ მომწონს კომკავშირიდან სამჯერ გამრიცხენ იმის გულზე მანდატი არ მინდოდა ოპოზიცია ვიყავ მის დღემში სულ კომუნისტების და რა ფერ ვარ იმ რეჟიმის შვილი ანუ ნაწილობრივ დაიბადეთ ხო გსურდათ დავიბადე ახლა რა მექნა მაშინ შემხნა ჩემმა პატრონმა და დავიბადე და იმ რეჟიმის წინააღმდეგი ვიყავ როგორც გავახილე თვალი დღემდე ვარ კომუნისტების წინააღმდეგი მაგენი რაც არ უნდა გაკეთილშობილდნენ მაგენის თავს ვერც ეკონომიური მდგომარეობა ვერც სოციალური ყოფა ვერაფერი ვერ შემაყვარებს დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობთ რა დროს დემოკრატია თავისუფლება რა ეტაპზეა 100%-ად თავისუფლება კი არა ვიჭყლიდებით თლად ასე 30 წლის წინ არ მიგზნია თავი ახლა რომ ვწდომით რომ მოძლიერდნენ მაგენი და თუ არ მოხკლას მადლობა თქვი რა ის მოსმენაზია არაფერში არ ვხედავ მე